თუ შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვინებ კიდე ეგრეთ და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ეს ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბავს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა. ხოდა მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მეზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი არა მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა ძე, შენ არ გაქვს. მობა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატარო მარიკო რა. ცეკვაზე ხوار შევიყვანო. რა ცეკვაზე სმინა ამას არაგდა თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქონდა ჩემოდახში წაიქცა და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყვარა, მე ვერ ვასწავლე. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. მარიკო ჩაგირთავე ხა მე შენ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ჯე, ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე მარიკო დაიცადე, აბა წავიდა. რა არის მარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. ხშირად უნდა გამოგვიარო ხოლმე რომ დაგვივიწყე. ნუ ანასტასია კი არ არის სახლში, აქციაზე არიან გასულები გოგოები. რა ვიცი გოგო, სამსახური, ოჯახი და ვეღარ ახერხებ ადამიანი. ანასტასია რა აქციაზეა გასული? მაღაზიაშია შაქარზე აქცია და მაღაზია გასული. მზად იქნება გოგო გასული, რა ხდება ქვეყანაში? ნაციონალების აქციაზეა გასული, ხო? რა ნაციონალების აქციაზე გოგო, ვინ არის ნაციონალი? ანასტასია? რა ვიცი ახლა მან დეგენით განანდა. ნორმალური მემანდამდგარი არავინ არ მინახავს. ეს ისე საზღვათა შორის ცუდ. ვაიმე, შორენა გეხვეწები გაჩერდი ახლა რა. რა ნაციონალი გოგო ანასტასია 7 წლის მყავდა ეგრე რო წაერთნა კელისუფლებიდან. რაღაცები არ გამახსენო ახლა შენი ჭირიმე რა. მიშა რო წახვედავდა ხოლმე 2012-ში რეგიონებიდან მარშრუტკებით ხალხს, პირველი იჯეკი ხოლმე მარშრუტკაზე ძღოლის გვერდზე. ეს ისევ საზღვათა შორისოთ. ნუ ახლა მაშინ სხვა დრო იყო და მე იმ ჩემ უფროს უწევდი ანგარიშს წინგა და რაღაცნაირად ვერ გებოდი სიტუაციას. ხო არა, შენ მოერგებოდი ახლა და ვიცი რომ ერგებოდი. ეს ფასები როა აბარდნილი, ხელფასი რო გაქვს 900 ლარი და ევრო და დოლარიც რომ აღლა მიდის. ევრო და დოლარიც ნაციონალია. აი ახლა მანდ გაჩერდი ინგა ძალიან გთხოვ რა. ეგ ნაციონალები არ აცლიან უცნებას რომ ააყვალონ ქვეყანა. აი ეს არის სიმართლე. ოღონდ მიშანო გამოვა ციხიდან. მე მშიერიც ვიქნები, მწყურვალიც ვიქნები და ყველაფერს მოვიკლებ. თქვენ ნიშა გინდათ რომ გამოვიდეს ხო ციხიდან? დასახურით მომიხსნია. წყალთა წაუღია ეგ შენი მიშა ჯანდაბამდე გზა ქონია მაგას. ბავშვებს წანენ კაცო შუა ქუჩაში და ასეცხლიანებენ. ჟურნალისტს თავში უტყავდა 10 კაცი წიხლებს. მართლა და მიშა არ უტყავდა. იმათი დარტყმული და ამათი დარტყმული ერთი და იგივეა გოგო, ესენი რაღაცნაირად ცდილობენ და იმიტომ შედიან კონტაქტში რომ აი დაუახლოვდნენ და მოეფერონ და რაღაცა ისე იყოს. რა სახლში მიდიხარ? გაგაცილებ გოგო დაიცადებ. მარიკო, გამოდი გააცილე შორნადაი და სახლში მიდის. ყურადღებით იყავი ტელეფონზე, დაგირეკავ მე შენ ძალიან მალე. ხო, 2028-ში. ჯე, რამხელა მაღაზიაში მოვედით? სიაც დიდია. რა წაიღებს ამ სახლში მე არ ვიცი. გამარჯობა ქალბატონო, ჩვენი ძეხურით ხომ არ დაინტერესდებოდით? დეგუსტაცია შეგიძლიათ გასინჯოთ. ხო, პოპულარული რომელია, ეს ბუზი რომელს მიირთმევს, სერველად თუ ახოტნიჩს. ვერ ახართ თქვენ რა. ვიტთუվել, რა ბრენდია? ვაიმე, რა ბუზი წაღან ჩემმა მეუღლემ გასინჯა ეს თქვენი ძეხვეული. ვაიმე, თამაზი, საწავიდა. შენ არ მომიკვდი ერთ დღესა. ყურადღება, კარაქების სექციაში მამაკაც გულიაერია. გთხოვთ მოერიდოთ ტერიტორიას და სუფთავებამდე. ვაიმე, თამაზი! ჯე, აი მოგიტანე ზეთი რო გინდოდა. კაი ბიჭი ხარო მარიკო, რა დაგვრჩა? კარაქი, ამას სხვაგან ვიყიდი, ლუდი. ვაიმე, რა ლუდი კაცო, ვინ ჩამიწერა ეს აქ? ვაიმე, ანასტასია უნდა ვითრო კოჩილ სახლში რომ მივალ. ჯე, საპონი დაგჭა საყიდელი, მოვიტანო? ვაიმე, კარგი გამახსენო მარიკო, ხო იცი რომელიც უნდა იყიდო? 72 როაც. ხო, ეგ. უკაცრავად ბოლო თქვენ ხართ რიგში? ნუ თუ ვერ ხვდებით, ქალბატონო, რო არავინ არ ადგას. ოღონდ რა მითქვან რა. ჯე, მოვიტანე, საპონი 72 ცალი. ვაიმე, 72%-იანი, 72 ცალი კი არა. წადი ხა დააბრუნე.
მეცდებს მოვახცი, ანასტასია, მოდი მომეხმარე რა. დამდი რაღაცას რატო ატარებ, ზოგი ომარიკოს წამოიღო. ვაიმე ომარიკო. ანასტასია, ვისელოდები, მიდი ხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინ გადიდა არის ნერვულად ძალიან გითხოთ რა. აუ იცი რა მაგრა ვატარებ. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწმუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს корпуსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთი თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭდები უკან. ეშვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყურე რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხებ? აუ ძალიან დავარტყინე და. დი ქუჩაში 50 ლარიანი ვიპოვე. რას ამბობ, კაცო, მაჩვენე აბა. სად ეგდო მარიკო? შე რატო უნდა მოგცე, მე ვიპოვე. გარაჟებთან ეგდო. არა კაცო, მაჩვენე, ხო ნამდვილია, ყალბი ხო არ არის. ხო, ამას მე შეგინახავო მარიკო. ვიცოდი რომ წამართ მევდი რა. ინგა ანაბარი გახსენე საქართველოს მობილ ბანკში. თან ეხლა საჩუქრებია და შეიძლება რომ მილიონი პლუს ქულა მოიგო. ყულებაც გააქტიურე. მართლა? დედა ეგრე ვიზა მაშინ კაცო, იქნება მართლა მოვიგო რაღაცა. ომარიკო, ნუ ტირი ხარ ერთი შენი ჭირიმე რა, მომიტანე მედი ტელეფონი. თიკოს დედა მოიგო გუშინ წინ ქულები და მთელი კომუნალურები მაგით გადაიხადა. მაგას სულ ქონდა კაცო ბედი. პატარა იყავი შენ რა გემახსოვრება, მაგრამ რო უჭირდათ მაგათ მაშინ მოუკვდა მამამთილი ზუსტად. მერე ქელიხის ფული ცოტა წამოდგნენ ფეხზე. მაგით რისი თქმა გინდა? იმედია შვილებს არ გაწირო 50 ლარის გამო. მე უნდა მოვკვდი? მართლაც რო გამოათაყვანეს მეზოს ბავშვებმა ეს რა. აღარ დაგინახო მაგათთან თამაშო. რაც მისისღება. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეიდა, რავი, თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ. ჩხა ჯაგანი აკიდო ზვრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგ თავს. მე ძბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალიე მანდამდე. მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო, მარიკო? თოვლის პაპაა ეს, ის კი არა. რა ქვია, მილიონერი. მე რა იყო შვილოს, მე არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი. დაგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის. მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია. ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქანებმა ტვინი შეჭამეს. ხარ ხო ნახეთ რა მაგარი რობოტია ვაწყე. დედა, რას ამბობ, მარიკო? შენ აწყე? ხო, მე და კიდე გვეხმარებოდნენ ნოვატორში. თამაშებით გვასწავლიან. რა არის მე რა საკეთებს ეს რო აწყე? რას და დადის და ამას ამუშავებს კიდე წინ. აი, მე ამასაც თუ მოვესწრებოდი რა. დედა, რამდენი ელემენტები ქონიო, მარიკო? ისე ერთი ცალი რო ამოვაცალოთ, ჩვენი კეთილი საათია გაჩერებული. არა, რა უნდა ამოვაცალო, აღარ იმუშავებს მე.
კაი ხო. და ის როგორი მნიშვნელოვანია უკვე პროგრამირება ჩვენ დროში, ჰა? ყველას დაჭირდება აწი რაღაც დონეზე. ბაზარიერა რინგა, რაღაც დონეზე ყველგან საჭიროა დღეს მართლა. ის ამერიკო რა გამოდის, ახლა რომ ეგ რობოტი შენი შვილია? და მე მამიდა გამოვდივარ. რობოტის მამიდა. რა დებილობებს იძახის ხოლმე რა. შევდივართ ტუალეტში. ვახშენი. ამერიკო ტუალეტში შემომივარდა რობოტი. ვაცლი ტუალეტის ქაღალდს. ნახე რა გავაკეთო. და გამოვდივართ. დააბრუნე ტუალეტის ქაღალდი. ამერიკო. ვახშენი. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვატარეთ, რა ჩვენ ჩავდივართ. მე რატომ შეჭამეს ამ ბავშვებმა რა. აუ, ეხლა მას იცი რას უზაო. კაი, ეხლა არ გინდა სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ, ხო სწორად მოვედით. კი, ეგა. ნუ ცუბიცის 68. აქა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you, გოგოებო? სორი რა დავაგვიანი, რა ერთს ველაპარაკებოდი და. აუ, აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლშენ. რავი, რაღაცა ვერ ვიცნობ ვერავის. მე მოიხადე, ეგ ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პონჩი მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდა თან გავიხიე სიცილით. მაგან შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რავი რობოტიკის ოთახთან იქა და გამოვალო და. ავი რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახალად ის ბიჭი უცად შენ არ იცნობდა. კი გადახვიდოდი კიბორგებზე. არა ქალბატონო, ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყარიც გაგებაც დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. რა უბედურება, ესე იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა. იცი ბევრი ვინ წაიღო? ლიაროე შენი მეზობელი. 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ექსუ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან, რამე შოკებით, იმდე რაღაცა საცხობს სახლში რა. გამარჯობა გითაყვა, ეთიპური თუ შეიძლება. ანასტასია გამოვატანე მე მარიკოს დილით პური და რა იყო შეჭამეთ უკვე? ჩვენ არა. მაგრამ ზედარბაზუთერი ძაღლია, მაგან კი. არა დადურა ბავშვია რა. აჰა წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე, კრიზისია. როგორ უნდა შეგიჭამოს აღმა პური, ჰა? დედა რა კაი გოგო გყავს სინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ, მაგრამ ესეთია რომ არავინ არ გამტაცებს სახლიდან ნამდვილად. ანასტასია მოიტანე პური? რა გჭირს? მაგარია პესნი ძაღლი ყოფილა. აუ თიკო ძალიან მაგარი მკითხავი გავჩნდა და დღეს უნდა წავიდეთ უეჭველი. აუ ხათაობ ხო? მეც კი მაქვს ისე რაღაცა კითხვები და წამოვალ უეჭველი. ესე იგი მოგცლიათ რა. კითხავების რომ რამე დაიჯერებოდეს წესით ახლა ბედნიერი ქალი უნდა ვიყო მე. არა აბა ბედნიერება. იმენი არ უსმინო ინგას. თორე აურა გაგიშოვდება. მოდი ძევაჩკი, მოდი. აბა რომელი იქნება პირველი? პირველი მე ვიქნები. მომდევნო ერთი წელი მინდა დეტალებში. კაიფსო ფანეთნა მაითახელი. ვიღაცა დაქტრიალებს წააცუდათ. გასოზე და თ. გთ. გურგენიძე თეკლა. ვაიმე, ტიპი ყველგანა. ხუთა ყველგან როა იმენა არ უწერია გაიდღე. აი. ამდენი მესიჯებია კლასის ჩატში რა ხდება. რა? თეკლა გურგენიძეს დაარტყა მანქანა ახმეტელის მეტროსთან. რა თქვი? აუ ძალიან მაგრა იმკითხავით ქალბატონო. ხო დავაი აბა თქვენიცით ეხლა. ყოლობა მოხდა ჩვენ корпуსში და შეიძლება რომ პოლიცია მოვიდეს. ვაიმე გავიგე ხო, საწყალი ქალი კაცო, ვინ მოკლა რა უბედურება არა. პოლიცია მოვიდა მე მგონი, გავხედო. გამარჯობა ქალბატონო, ყოლობასთან დაკავშირებით გვინდა ორივე კითხვის დასმა. დედა 5 იყოს კაცო თუ გინდათ რას ლაპარაკობთ? რაიმე საეჭვო ხوار შეგიმჩნევიათ ბოლო 1 საათში.
ვაიმე საეჭვოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოძიებას თუ დაეხმარება, თქვენთან დიდი ბოდიშის მოხდით, 2 დღეა შარდავს ვიღაცა ლიფტში. ხო შეიძლება რომ მკვლელი იყოს. დედანა სად არის? რომელიდანაა მარიკო? გუშინიც გვემუქრებოდი. კარგი დაგემშვიდობებით, მე შესხებიც უნდა გამოვკითხოთ. ნახვამდის. გამარჯობათ, მკვლელობასთან დაკავშირებით ხომ არიცით რამე? სამწუხაროდ მე არაფერი გამიგია, მაგრამ ჩემი ქმარი გარდაიცვალა ადრე. ნაცნავში შეერჭოდა და შეიძლება რომ ამ ქალსაც იგივე დაემართა. გამარჯობათ? მოგესალმებით ქალბატონო, მკვლელობასთან დაკავშირებით გვაქვს 2 შეკითხვა და თუ შეიძლება რომ შემოვიდეთ. თემური ჩაიცი. მოგძანდით. ეგ კაცი არ იქნება სახში 1 საათის წინ გავიდა. დიდი ჩვენთა ეჭირა ხელში და წყავის ხელსათმანები ეცვა. და კიდე წითელი რაღაცეები ქონდა საროჭკაზე. ალბათ ეგ არის მკვლელი. იქით წავიდა. ლამის ჩავიფსი, გოგო, რა ისტორია მოყევი ეგ? გოგო, მე კი არ მომიგონია ეგრე იყო და. მედიკო ალბათ დიდი იქნება ხო უკვე თქვენი შვილი? მედიკოს დიდი ბიჭი ყავს, კაცო უკვე. რამდენის იქნება გოგო? 26-ის? 26 წლის არის ხო? 1 თვის წინ გახდა და გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა, სულ ძმაკაცები და ისინი ყავდა. ხო, აი რამდენს ნიშნავს შემდგარი ადამიანი, კაი შემოსავალი რო გაქვს, შეგიძლია მუშაობ და გადაიხადა დაბადების დღეც. ვაიმე, მან გაჩერდი ინგა ეხლა რა. რას ქვია კაცო მუშაობს? რატომ უნდა იმუშაოს ბავშვმა, როცა მეც და მამამისაც 2 ხელი და 2 ფეხი გვაქვს? რა სისულელეა? ლიედა, კითხება ბავშვი ძუძუზე ხო არ ყავსო? ანასტასია. ბავშვი ჩემი შვილი 22 წლის არის და 2 სამსახური აქვს. მე არა, მე ეგრე შვილები არ გამიზრდიან ნამდვილად. 1 წუთი. ხო ლევანი. კარგი დედი გამოვალ ეხლავე. კარგი. გოგოებო უნდა გავიქცე რა რაღაც საქმე გამომიჩნდა და. კაი მედიკო, მიდი აბა აღარ გაცილებ. კაი. რას გავარდა კაცო, რა ეჩქარებოდა რა. შვილმა დაურეკა. ალბათ პამპერსი აქვს გამოსაცვლელი. ვაიმე, ეკლესიაში ხარ და ცოტა ჩუმად რა. ყაყანია კაცო. ესე იგი თამრიკო შე რო არ ყავდი ამ მამაოს, ვინ გავჩუმებდა ამ ხალხს მე არ ვიცი. რა აქვს ამდენი სალაპარაკო. ადამიანი როგორც იქცევა ტაძარში, ისეთივეა ოჯახში, ხო იცი არა ინგა? გოგოებო რა ჭმეტო, გოგოებო, მესანთლე ქალთან ვიყავი ეხლა და ასე ამბობენ, რომ ლალი ხაჩიძე გაუგდია მრევლიდან მამაოსო. რას ამბობ გოგო? გააგდო ხო? ზუსტად ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა. შენ რა იცოდი თამრიკო, ეხლა ნუ გამაგიჟე რა. რას ქვია არ ვიცოდი ინგა, იმ დღეს ზიარებაზე იყო მოსული. ხო და რომ მიიტანა თურმე პირი ამ ღვინის საზიარებელ კობს და მოუბრუნებია მამაოს მოუნანიებელი ცოდვები გაქო. მართალი ყოფილა ესე იგი მესანთლე ქალი, იმიტომ არ არის დღეს ლალი წირვაზე. კი ბატონო, გაგდებულია მრევლიდან. დედა ჩუმად იყავით, კაცო, ეკლესიაში ხართ რა. ლევანი. ისე ჩემ გოგოს მინდა რომ უთხრა იარო ცოტა ეკლესიაში რა, წაადგება. დედა ეგ მეც უნდა მეთქვა ინგა, გაისათხო აბარებ შენი გოგო, ხო და წარმატების ლოცვები წაიკითხოს ხოლმე მამაოც დაუწერს. ესე იგი ვიღაცა ვერ გაჩუმდა რა. დედა, თამრიკო მამაოა ეგ. ჯეიზუში ჩავალ რა, მელოდებიან ბავშვები. არავითარ შემთხვევაში ამარიკო, რაღაცას მოიწევ და შემომაკვდები მერე კიდეც ხელზე. ყველას უშვებ მშობლები და მე ვარ მარტო გამოკეტილი სახში რა. ხო იცი მე რატო ხარ გამოკეტილი? გარაჟზე რო გადმოვარდი. აღარა ვარ გარაჟზე. გწხოვ რა. ახვალ მამაზეც ერთანაც. წადი ხო? ოღონდ მალე ამოდი. ინგა როგორ ხარ? აი მოგიტანე ჯაშუშური ქათამი. აი ომარიკო დავინახე კიბეებზე ჩარბოდა. ხო ჩავუშვი იმდენი მეხვეწა რო რა ვიცი რა. დაჯექი მიდი დავადგამ მე რას ტყარემს. აუ მიცდეული ვიყავას. მაგრამ ისტორიებს. ანასტასია ხო იცი რომ შენ აკრძალული გაქვს 3 ჭიქაზე მეტი?
მართალია, ექიმს ვუსმინე და ორჭიქაზე მეტი არ შეიძლება. ავარდა მაგრამ ევესიბუდა ეს ქალი. იმინა მიქარა. ხოდა ასე გავაჩინე ომარიკო ჩემოლია. რა ხმებია კაცგარეთ. ვინ მიდეკოს? ხომზია. რა? დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ეკა და თინა ჩხუბობენ. შენზე, შედუდუ ცომათხოვარო. მოვედი, ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო, ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ, გოგო? ომარიკო, რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ დიდამაშე. უყურე როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე, გოგო, გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ მან, დრო იცინი ხარ. აიმე დედა. რა მისანახაობა? აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანა ბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭოროობა, სხვისი მეზიძღება, როგორ მეტავ მაგის თქმას? დაანებე დედა ჩემს თავით, თორე პრობლემები შეგექმნება. აიმე, სკვინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე, თორე თუ წვდი იმ წლებში გავამელოტებ მე არ ვიყო ინგარა. ვაიმე ინგა რა ხდება, რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანა ბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაიმე გაგონილა ასეთი რამეს თქმა. აიმე გაგონილა კი არა, ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემნაირი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში, ჭორიკნებო თქვენ. ხო, აბა გეგონოთ. ლალე დედეს კმართო რომ მიდიხარ ხოლმე სამშაბათობით 8 საათზე. დედა. გაიგე ქალბატონო ეკა, წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩო ხომარიკო. აი შვილი.